მე ვახში ჟვანია ვარ, თენგიზ დიხამინჯია. დღეს მისი გადაცემა არის კანონით. მე მთხოვა რომ პარტნიორი ვიყო დღეს, თანაც წამყვანი ვიყო და თვითონ ილაპარაკოს და ილაპარაკოს ბევრი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სალაპარაკო აქვს. მაგრამ სანამ თქვენ მოგცემდეთ და მერე თქვენ ვერ წაგართმევთ იმ სიტყვას და ამიტომ თავიდანვე ვიტყვი რომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა დავიწყეთ ჯერ ერთი სულ ფიქრობთ, მაგრამ ახლა ინტენსიურად ვფიქრობთ რაღაც ახალი პლატფორმა მოვნახოთ ისეთი, რომელიც გაერთიანებს იმ ხალხს, ვისაც უნდა ქვეყნის სწრაფი გადასვლა ცივილიზებულ რელსებზე. ჩვენ მივედით დასკვნამდე აი ანალიზი გავაკეთეთ რამოდენიმე რაც პოსტსაბჭოთა პერიოდი მოვიდა, იმის შემდეგ ეს 35 წელიწადიდან ჩვენ ყველა ხელისუფალს ერთი და იგივე შესთავაზეთ. ერთი და იგივე უარყოფითი მხარე აქვს. ძალიან კორუმპირებული იყო და რომელია უფრო კორუმპირებული, ახლა არ ვიცით, ამას ალბათ მთელი კომისია უნდა მუშაობდეს და დაადგინოს უნდა. ერთიც, მეორეც, მესამეც, მეოთხე და რაც ყველაზე დამაფიქრებელია, რომ უყურებთ აი ამ ხალ ძალებს, რომლებიც აპირებენ მოსვლას ხელისუფლებაში და ამათ ჩანაცვლებას, აი იმათშიც ვერანაირად ვერ ვხედავთ იმ ნიშნებს, რომ ისინი იქნებიან უკეთესები. და წუწუნი იმაზე, რომ ჩვენ ასეთი ხალხი ვართ და ჩვენი ლიდერები არაფერს არ მოგცემს. მე ვფიქრობ, რომ არსებობს მეცნიერული გზები, რომ შეიძლება მოინახოს ისეთი საშუალებები, რომ ამ პრობლემას ეშველოს, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ კორუფცია და ნეპოტიზმი. და აი ამ თემებზე მე ყოველ შემთხვევაში ჩემს გადაცემებში დავიწყე სამშაბათს ბატონ კოტე კემულარიასთან ერთად და ვაპირებ ამის გაგრძელებას. და მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება მოინახოს ისეთი ფორმები, კანონების, თუნდაც კონსტიტუციაში ცვლილებების, რომელიც აუცილებლად შეძლებს წითელი ხაზების გავლებას და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, რომელიღაც ინსტანციაზე დაწყებული პირველიდან დამთავრებული ბოლოთი, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს ამ ნაბიჯს, იმიტომ რომ და აი აქ არის ჩამარხული, როგორც იტყვიან, ძაღლის თავი. მე ამას უწოდებ გოლდა მეიერის ფორმულას, როდესაც ნეპოტიზმი და კორუფცია უნდა დაუტოლდეს სამშობლოს ღალატს და ის უნდა შერაცხული იქნას 7 თაობაში. ესე იგი, ადამიანი, რომელმაც თანამდებობის პერიოდში ჩაიდინა ეს გადაცდომა და ის არ ექვემდებარება სიძველეს, ის ყოველთვის დიახ, და ესე იგი, როცა აღმოაჩენენ, მაშინ დაადგენენ, მაშინ მიუსჯიან, თუნდაც ცოცხალი არ იყოს, მიუსჯიან და ეს სასჯელი გავრცელდება მის შთამომავლობაზე. ესე იგი, ახლა დღეს ბიძინამ რომ იცოდეს, რომ მისი შვილთა შვილები ფაქტიურად დაწყევლელები არიან და ვერასოდეს ვერ მოვან თანამდებობაზე სახელმწიფოში სერიოზულზე და ვერ დაიკავებენ შესაბამის თანამდებობებს, ის კარგად დაფიქრდებოდა, ვინმე მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ღებულობს. აი რაღაცნაირად აი ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ და ეს პლატფორმა უნდა შევქმნათ. მე ამის თქმა მინდოდა, ეს ყოველთვის უნდა ვილაპარაკო ამაზე ბატონო თენგიზ და როცა ჩემი გადაცემები იქნება და თქვენ მოგიწვევთ ისევ და ისევ ამ თემით. ახლა კი დღევანდელ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, რა ხდება ეკლესიაში, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რამდენად ვართ დაცული თუნდაც აი ამ ფრონტზე იგივე ნეპოტისტური და კორუფციული გარიგებებისაგან.
მადლობთ ბატონო ვახშერო პარტნიორობას გვიწევთ თქვენი ბუნების ცხოვრების სოფხედველობით გუშინ დღეს ხვალ აი თქვენზე ვცერდება ჩემზეც და ყველა იმ ადამიანზე ვინც ცდილობს აი ამ დროთა კავშირის ერთიანობას ღმერთისთვის და ბუნების კანონზე გუშინ დღეს ხვალ არ არსებობს ჩვენთვის არსებობს მაგრამ ეს აუცილებელია ესეთი პირობითი ცნებები რომ ჩვენი ადგილი სადა ვარ და როგორა ვართ დროში განსაზღვროთ რა თორე ეს ადამიანი ამოვარდება ყველაფრიდან ახლა შევუდგეთ მაგ თემასაც შევეხებით თქვენის ნებართვით ამიტომ თქვენ აუცილებლად შევეხები მაგას და აი იმ კონტექსში რა ჯერ აი მაგ ეგ არის ყველაფრის თავი ეს არის მაგრამ მაგამდე უნდა მივიდეთ ბატონო ვახში და რომ მივიდეთ აი ეს რაც ახლა ეს ხდება ეს ეკლესიის სინოდში არჩეული არჩევნები არ არის ლოკალური საკითხი ვინც ამას ესე უყურებს სხვათა შორის არასერიოზული ადამიანი ეს არის ძალიან გლობალური საკითხი ეს სილდება არა მარტო ჩვენ აი ამ კონკრეტულ სახელმწიფო ტერიტორიულ წარმონაქმნს არა მარტო რეგიონს არამედ უფრო შორს მიდის და გადადის კიდე სხვა განზომილებაში და სივრცეში შეიძლება ითქვას ამიტომ რა მე ათulis წერტილი ამ შემთხვევაში ავიღე და რამოდენიმე გადაცემა მიუძღვენი მას სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალება რაც იყო აი იქიდან მოყოლებული საქართველოში დგება ახალი ეტაპი და ხანა და რაც გინდა დაარქვით აი ამ თვალსაზრისით რა შემდგომარეობს ეს ადამიანი რომელსაც მე ახლა ფაქტობრივად 40 წელზე მეტი ვიცნობდი და ოჯახური ურთიერთობა მქონდა ძალიან ახლო ილია მეორესთან მამა ჩემის ხრიდან ერთხელ თქვი და ახლაც ვიტყვი საფინანსო ისინი იყო მამა ჩემი სერიოზული იყო რომელსაც კურატორობა და ეს ევალებოდა ეკლესიის ასე და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და წიგნებიც მამა ჩემს უსახსოვრა ეს და შემდგომ ოჯახურ ჩამზედ გადმოვიდა და პოლიტიკაში და შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის აქტი და მერეკოზე და გაუთავებელი ომები ეს ცხინვალში ეს ამაჩაბლოში სამეგრელოს ექსცესები ის ძალიან ესე აქტიურად იყო ჩართული ამ თვალსაზრისით და მასთან ჰქონდა ძალიან ესეთი მჭიდრო და ესეთი ახლო ურთიერთობები და დიდი ხანი გაგრძელდა ერთხელ მახსოვს კიდე გაგანია ომი იყო ბატონო ვახში და რა გამახსენდა რომ რუსეთის დელეგაცია დუმის დელეგაცია იყო ჩამოსული და ესეთი შერეული შედარებით ზომიერი ხალხი იყო რა რაღაც ესეთი და რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თითქოს რომელი წელია ეს დაახლოებით 93 აი ესე 12-13 ომი შეარნაძეა შევა რა თქმა უნდა ეს მეორე პარლამენტი არჩეულია მეორე პარლამენტი კონსტიტუცია რომ მიიღო პარლამენტში ვარ და ამ დროს ჩამოვიდა დელეგაცია რომელიც რაღაც თითქოს და რაღაც ესეთი იმედის თვალით იყურებოდა და რაღაც პროექტი და შეთავაზებები ჩამოიტანა და ჩამოვიდა და შემდგომ ახსოვს ორი ქალბატონიც იყო ეგ მათ შორის და ვახტანგ გოგუაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე ახსოვს და მან იცოდა ჩვენი ურთიერთობები და მე როგორც ოპოზიციიდან თხოვა კარგი იქნებაო შენ თავზე თუ აიღებოდა პატრიარქთან შეხვედრას იმას და თვითონ პატრიარქს მოგეხსენება ზაგორში აქ დამთავრებული რუსული კულტურა ფილოსოფია თეოლოგია შესანიშნავად იცეს მე ამ თემაზე სერიოზულად მილაპარაკია მასთან რეზიდენციაში ერთხელ დავკვატიჟა და იქ და მქონდა რა ესეთი შეხებები მასთან და ხო მე მივედით ეს დელეგაცია დიდი იმით მიგვიღო და ორი დიდი ხატი აჩუქა ამ ქალბატონებს რა ღვთისმშობლის ასლი იყო მახსოვს ორი წელი რუსებს კი და ნუ რაღაც თემებზე წავიდა პოლიტიკაზე ლაპარაკი და აფხაზეთის თემა მოგეხსენება ცხუმ აფხაზეთის იმას ითავსებდა იმის შემდეგ როგორც ასეთი და აი ესეთი სერიოზული ურთიერთობები და მან ბევრი რაღაცებია
დაუბრუნდეთ დღევანდელ დღევანდელს ეს რატო ვახსენე? იმიტომ ვახსენე, რომ ეს ხდება ახლა პოსტპატრიარქის ასე თქვათ ეპოქა რა. პოსტპატრიარქის ეპოქა რა არის? ამ კაცმა ამოწურა თავისი თავი, შეიძლება ითქვას, იმ რეალობაში 77 წელს იყო ნაკურთხი მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირი იყო, ათეისტური საზოგადოება ებრძოდა ყველანაირად ეკლესიას და ესეც რაღაც ისე ყავდა რა. უბრალოდ პატარა ანგარიშს უწევდა მრევლს, როგორ და საზოგადოებას გარედან და იმიტომ მინარჩუნებდა, თორე საშენელი ისინი იყო და პატრიარქმა გააკეთა შეუძლებელი შეიძლება ითქვას, როდესაც ეს მოამრავლა და ხალხი მოიზიდა და რაღაც ესეთი უნივერსალური და მასობრივი გახადა ეს რაოდენობრივი თვალსაზრისით ხაზგასმით ვამბობ და ხარისხის რა მოგახსენოთ და დღეს ხარისხი როგორ აისახა დღევანდელობაზე, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად. იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით ძალიან ძემე ვითარებაა, ძალიან შეიძლება ითქვას. რაოდენობა ყოველთვის ხარისხში არ გადადეს მოგეხსენება და რაც უფრო საკრალურია იდეა და ამაღლებული და ზეგარდმო და ასე შემდეგ, მით უფრო რაოდენობა ვერ გადადეს რა. ხარისხში კარგად მოგეხსენებათ ფიზიკაშიც დაახლოებით იგივეა, ფილოსოფიაში და მრავალ დისციპლინაში. თუმცა სხვა დისციპლინაში ცოტა სხვანაირადაა. და აი ამ თვალსაზრისით რომ შევხედოთ, აი ამ კაცმა რაც გააკეთა და თქვა კიდევაც, მე ჩემი თავი ამოუწურე ამ რეალობაში. რაც შემეძლო გავაკეთე და იმეც გამოვთქვა, რომ მომავალი თაობა იმაზე მეც გააკეთა, ვიდრე მე გავაკეთე. და ამავდროულად ძალიან ეს ყურში ჩამესვენს ეს სიტყვები, რომ არ არსებობს ცოდვა საქართველოში, რაც ჩვენ ერში იყო, რომელიც ჩემ თავში არ გადმოსულიყო და ამ ცოდვას მეც ვატარებდიო და ვცდილობდი, რომ გამთავისუფლებულიყავ იმისკენ და ხელი გამეწოდა იმ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება და დახმარება ჭირდებოდა. ეს არის ძალიან გულახდელი ესეთი ნაზრები, რომელიც კარგად უნდა გავიგოთ, ეს არ არის დიპლომატიური, ასე ვთქვათ, სენტენცია, როგორც ასეთი და მოიცავს დიდ რაღაცებს, ამიტომ იმედია ამას ცოტა სხვანაირად შეხედავენ რა. ახლა რა უნდა რა, თვითონ თქვენ კარგად შეხედეთ და მთელმა საქართველოს და საქართველოს ისტორიაში იყო ერთ-ერთი ულამაზესი, უმშვენიერესი და ფასეული და სულიერი გასვენება, რაც ერმა მოუწყო პატრიარქს, პატივისა, მის განვლილი გზას, მის ცხოვრების წესს, მის იდეალებს და ასე შემდეგ. ახლა ეს ყველაფერი, ახლა ისე თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დარჩეს მარტო იმ დღეს. ეს არ არის მარტო პანაშვიდის გარდაცვლილების კუთვნილება, ის დიდი სილამაზე, ის ამხელა ენთუზიაზმი, ის უდიდესი თანხმობა, როდესაც განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებმა ერთად თავი მოიყარეს და დიდი უდიდესი ეროვნული თანხმობა შედგა იმ დღეს მხოლოდ. ახლა ერი ფასდება იმის და მიხედეთ ამას როგორ გარდასახავს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში, მომავალში, გრძელვადიან, ასე ვთქვათ, ინტერვალში და ამის და მიხედეთ ფასდება ერი და ცივილური იმის და მიხედეთ ხდება და თქვენ რომ გძანეთ, რომ ეს პრობლემები, მათ შორის იმის გადალახაც, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია, როდესაც ამას თვალს გაუსწორებს და დარწმუნდება, რომ ეს რაღაც დიდი რაღაცის ნაწილია და ეს ნაწილი არ არის მარტო ბუტაფორია, ფსევდო დიპლომატია, ძლიერ ამაქვეყნებთან ამათთან რაღაც წილნაყარობა, შეიძლება ითქვას, კომპრომისები და ასე შემდეგ. კომპრომისები უკარდუალია, მაგრამ არა ისეთი, რომ ქვეყანა დააზიანოს და დასთავარია რელიგიური ინსტიტუტი. ამიტომ აი ამის წინაშე დგას ეს საზოგადოება რა, გამოვა თუ არა ამ მოჯადებული წრიდან, რა, გამოვა იმ სიკვდილის ჭაობიდან დღეს რო ვიმყოფებით, ეს სიკვდილის ჭაობია უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ ერი კვდება, ვერ მრავლდება, ხალხი გარბის აქედან, მაგის სხვა შემოდის, უკანონობა, ნეპოტიზმი, რა ვიცი, რა ბიუროკრატიის რაღაც პათოლოგიური გამოვლინებები, დანაშაულებები, კრიმინალიზაცია და ასე შემდეგ. თუ ჩვენ არ დავლაგდეთ და ერთმანეთთან მისასვლელი ვერ მოვნახეთ, ეს პროცესები გაგრძელდება, რო არ გაგრძელდეს, გონს უნდა მოვეღოთ. შეიძლება საჩოთირო საქმეს ვაკეთებ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმ პრობლემებში, რომელიც ჩვენ ახლა მე ვთქვი და შენ ძალიან მიჭირა მასში მხარს, რომ ნეპოტიზმი და კორუფცია, საშინელი კორუფცია, რომელიც პლუს კრიმინალი. ეკლესიამ ამ მიმართულებით დღემდე
არაფერი ვერ გადადგა სათანადო ნაბიჯი. ვერ გააკეთა. კი ბატონო. ვერ გააკეთა და ახლა აქ ვიცი როლი რამდენია და რა არის, მე არ ვიცი, ახლა მას ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ აი თუ ჩვენ დღეს ეკლესიის მომავალზე ვლაპარაკობთ, აი ეს კუთხეც და ეს რაკურსიც აუცილებლად უნდა იყოს აუცილებლად. რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ იმისათვის, რომ ჩვენ ამ დაავადებისაგან უპირველეს ყოვლისა საზოგადოება. კი ბატონო, სავსებით სწორედ აღნიშნეთ, თქვენ როგორც ყოველთვის არ გეშლებათ, კაფეოიმებით გამოირჩევით, მაგრამ ყოველთვის სამართლიანი ხართ. ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა, როდესაც სიკვდილის ჭაობი ვახსენე, სიკვდილის ჭაობიდან უნდა ამოხვიდე, რომ ამოხვიდე, ხელი უნდა გაგიწოდოს ვიღაცამ, უნდა ამოხვიდე, შემდგომ უღრანიტყიდან რო გამოხვიდე, კომპასი უნდა გქონდეს, კომპასი რა არის? კომპასი უღრანიტყიდან არის სინათლე, სინათლე არის სამართლიანობა, შინაგანი სინათლე არის უპირველეს ყოვლისა, თანხმობა, ეს უმაღლესი ფასეულობები ეროვნული, სულიერი, მარადიული, რომელიც უხვად არის, ასე თქვა, ჩვენ ერში, გენეტიკურად, ფასეულობებში, წიგნებში, ტაძრებში და ასე შემდეგ. ამას უნდა მიუსადაგოთ, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტენდენციები, მათ შორის საგარეო პოლიტიკაც, მარტო ცალკე ეს არ არის, ანუ სულიერი უნივერსალური ქრისტიანობა, მარადიული ეროვნული ტრადიციები და პლუს კიდე ის ტენდენციები საგარეო, რომელიც ვალდებულებას იღებს ქვეყანა, რომ თუ მას უნდა რომ ცივილიზირებული ერი ერქვას და დასავლეთის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყოს და არ იდემაგოგოს ამავდროულად ხაზგასმით უნდა აღნიშნო, დემაგოგია აქ მოსატანიც არ არის. აი ეს სამი მომენტი ბატონო ვახში უნდა იყოს ჰარმონიზირებული. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაძლებს ვერანაირად და მას ან დაამხობენ, ან დისკრედიტირებული იქნება, ან კრიმინალიზირებული იქნება როგორც დღევანდელი და წინამორბედები, როგორც თუ აი ეს მომენტები ვერ შეერწყა ერთმანეთს რა. აქ ელემენტარულად აღიარების მომენტებია, ეს ვინ უნდა გააკეთოს? საზოგადოება ვინ არის? საზოგადოება არის ელემენტარულად ეს მოწინავე ადამიანები, ვინც სიმართლით და სიკვდილით და გონიერებით და ინტელექტით და ცოდნით და სამართლებრივი ცნობიერებით და კონსტიტუციისადმი ერთგულებით არიან და სწორი საგარეო ადეკვატური რეაქციები გააჩნიათ გარე სამყარო. ეს არის კომპლექსური საკითხი, ესე ცალკე არ არის, რომ ერთს გავაკეთებ, მეორეს თუ არ გავაკეთებ, არაუშავს, როგორც ზოგიერთები აკეთებდნენ. ადამიანის წინა ხელისუფლებას დაემართა ეს რეფორმები დაიწყეს, მაგრამ ადამიანი მაგათთვის გაქრა. და შესაბამისად მე ვიღეთ ჩახოცილი ბიჭები, ციხეში უბედურობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ახლაც ანალოგიური რაღაცა ხდება, იმ თვალსაზრისით, რომ უდანაშაულო ბავშვები დაჭერილები არიან და სახიჭრებულები არიან, მთელი მსოფლიო ეუბნება მათ, რომ ესენი არიან პოლიტპატიმრები, ესენი არიან სინდისის პატიმრები, ესენი არიან გამოსაშვებები, შენი ხალხი არ უნდა მოწამლო, როგორც ასეთი და არ უნდა შექმნა პრეცედენტი ამ რეგიონში, ძალიან საშიში არის სულ ყველასთვის. რომ მოწამლის მომენტები და ანალოგიურად ახლა რომ გამოვიდნენ ეს ბრიტანეთის მაღალი წარმოების ექსპერტები და ჰააგის პროკურორმა უკვე რომ დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი და დაუშვით ჩვენი წარმომადგენლები ამ მოვლენის შესაფასებლად და ასე შემდეგ, ეს შემთხვევითი არ არის რა. ახლა ამათ ყოველთვის ვახსენებდი ბატონო ვაში მილოშევიც რა დაემართა სერბეთში. სერბეთი არის ჩვენაირი და ჩვენი მენტა, მე ძალიან მიყვარს ეგერი, ძალიან. თუმცა აი როგორც ჩვენ არაადეკვატორები ვართ, რაშია ადეკვატო? შინაგანი კულტურა, აი ფასეური მართლმადიდებლური იმაზე და მთელი კულტუროლოგიურ საკითხებში ძალიან ღრმა არიან, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ კულტურაზე და აი ქმედებაზე მიდგება საკითხი, მანდ უკვე ეს ხიდია მათ შორის ჩატეხილია, როდესაც ეს ხიდი ჩატყდება, მანდ უკვე ყველანაირ უბედურობას უნდა ელოდნენ. ამიტომ ესენი ჩვენსავე წვალობენ, თუ ხედავთ, დღესაც ვერ გამოდიან მოჯადოებული, განსხვავებით ხორვატებისაგან, განსხვავებით სლოვენიელებისაგან და ასე შემდეგ. ამათმა იპოვა თუნდაც პოლონეთმა, იპოვა თავის თავში მონახა ეს რესურსები, რომელიც აუცილებელია ამ ერის ფუნქციის და მისიის აღსასრულება და შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯებით მოწინავენი არიან. ნუ პოლონეთმა იპოვა, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი გახდა და აიღო, სანამ მანამდე მივიდოდა
სანამ მივიდოდა ბატონო ვახშედა დიდი პრობლემები ქონდა. აი სანამ რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. დიახ, გამოვიდა და წავიდა წინ. ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება. სერბებიც ამიტომ ბუქსაობენ, რომ კიდევ ვერ გამოდიან. ახლა ჩვენს ეკლესია ჩვენ ეკლესიაში აი ახლა რა გველოდება და გეტყვით ახლა ეს აი სამი კაცი დასახელდა. სამი დასახელდა. ეს შემთხვევით არ დასახელდა რა. თუ გახსოვთ რა ეს მამუკა მდინარაძე რო დილით რო გენერალ-მაიორი თუ რაღაც რო გახდა და საღამოს რუსულად უფრო კარგად დაჟღერს სვაძებნი გენერალ აი ეს ტიტული უფუნქციო აბსოლუტურად ვისი უფროსია ვინ უნდა აკონტროლოს ტელეფონზე რო დაარეკოს მაგის ტელეფონზე არ უპასუხებენ და ეს მთავრობა ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ეს რატო გააკეთა მე ამის თქმამდა იმიტომ რომ ეთყობა მაგათ ქონდათ რაღაც ესეთი მონაცემები რომლის თანახმადაც მათი წარმომადგენელი ზაგორსკში ნასწავლები იქაური ლაბორატორია გავლილი ასე ვთქვათ მეუფეშიო მესაყდრე რომელიც პატრიარქმა მესაყდრე რაღაც ისეთ ვითარებაში სპეციფიურ ვითარებაში დაასახელა მოდი ცოტა რბილად ვიტყვი როგორც ასეთი თორე ამაზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი აი ეთყობა თვითონ მათ ქონდათ ეს ინფორმაცია რომ იმ პირობებში ეს ერთი კვირით ადრე იყო ხო 10 დღით ადრე დაახლოებით ეს ვითარება და იმ პირობებში მეუფეშიოს რეიტინგი დათვალეს კაცო ეს ელა ბატონობაში 39 ხმის დათვალეს რა უნდა თითოეულს პერსონალურად ჩამოუარეს ხო არიან მეუფეები ხო წარმომადგენლები ზოგი ნაკურთხი ზოგი სხვათა შორის ცოტა რელიგიური რიტუალის თვალსაზრისით ვერ შეესაბამებოდა მესე ასე ვთქვათ სტატუსი ამ კურთხევას და დათვალეს და ხედავდნენ რომ ვერ ემარჯვოდა ყოველ შემთხვევაში საეჭვო იყო რა ამიტომ ესე ჩამოცილება ჩემი აზრით რა მდინარაძეს და ესეთ სვაძებნი გენერლად მისი ასე ვთქვათ გადაქცევა და უფუნქციოდ მისი დატოვება სახელმწიფოური თვალსაზრისით დღემდე ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მონაცემებით მაგის ერთ-ერთი მიზეზი იყო რომ მაგათმა ვერ გაართვეს თავი ამ იმას ეს რუსეთის სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად იცოდნენ შემთხვევით არ იყვნენ პატრიარქის დაკრძალვაზე რო ჩამოვიდა ეს ალფეროვი ძალიან საეჭვო ადამიანი ძალიან საეჭვო ძალიან ესეთი რა არის საეჭვო პირიქით სწორედ რომ საეჭვო არ არის ის არის გამიზნულად ჩვენი ბატონო კი მაგრამ საეჭვო იმ თვალსაზრისით რომ ისე ხო მაღალ ინსტანციებში იყო და რაღაც ისეთი საქსიელის გამო არ მინდა ახლა მაგ თემაში პუტინმა გამოაგდო იქიდან მე მგონი ხვდებით რაზეა ლაპარაკი რაღაც ისეთ რაღაც გადახრებზე რა არ მინდა ახლა მაგ თემას შევეხო ეს ყველა მიცის რუსეთში ვისაც კავშირებია შეგიძლია შეამოზღუდა ეს ადამიანი რომელიც ასეთი ლაფში ამოვლებული იყო შეიძლება რელიგიური და მორალური თვალსაზრისით მე არ ვესხმე მაგ სქეს და მაგათ რაღაც კი მეცნობთ მე არა ვარ ეს კაცი მაგრამ ყოველთვის ჩამოვიდა აქ და ერთ-ერთი ლიდერი გამკონტროლებელი და ნაბლუდაწელი და ზედამხედველებით რა და ყველანაირი ინფორმაცია წაიღო აქედან რა იყო, რა ვითარება იყო, ვინ იგებდა და ასე შემდეგ და ესე ძალიან საეჭვო იყო ბატონო ახში რომ ეს სოფლიოს კონსტანტინოპოლის ესე იგი იმ რუსმა ალფეროვმა ესე იგი მან გადაწყვიტა რომ ის რომ შიოს ბეც აქ რაღაცა ემუქრება დამატებითი ძალები უნდა ჩართულიყვნენ ეს მდინარაძის ანუ არაკომპეტენტური არაქმედით უნარიანობა შეიძლება ესე იყოს რა თქმა უნდა აბა ახლა სხვა როგორ და ინტერვალი მისცეს მომავალ მინის და მომავალ იმას რომ იმისთვის ეს აერიდებინა და გადაწყვეტილება მიიღეს გარანტირებულად შეიძლება ითქვას და ამის შემდეგ ხდება ეს პროცესები რა შემდგომ 20 ხმა მიიღო 7 იმან მიიღო იოვან 7 გრიგოლმა ხო ჯერ ელემენტარულად ის ვერ დავასრულე ეს ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი რომელიც დიდ პოლიტიკას საკეთებს განსაკუთრებით აღმოსავლეთ მართლმადიდებულ სამყაროში
განსაკუთრებით დავასახელებ ახლა რუმინეთი, უნგრეთში ნაწილი მართლმადიდებელია, ბულგარეთი, საქართველო და საბერძნეთი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ისაა აქ რა, იმიტომ რომ ეს რაღაც ესეთი ბუფერი ზონასავით იყო ერთდროს ხო გახსოვთ და განსაკუთრებით უკრაინისადმი მისი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, პირდაპირ ღიად დაუდგა მათ და რუსული სამყარო ამხილა, ასე ვთქვათ, დანაშაულში და რაღაც საშინელი ბავშვების წამებაში, გატაცებაში, გაუპატიურებაში და ასე შემდეგ რა. მაგათ სინდირზე იყოს ეს ყველაფერი და ეს რუსულმა მართლმადიდებელ სამყარო ვერ შეამჩნია. შემდგომ აღიარეს, რომ 23,000 ბავშვი მოიტაცეს, მოიპარეს და სავაჭრო თემად გახადეს და მერე დააბრუნეს და ვაი ესეთ დაბრუნებას. აი ესეთ და რუსეთმა შემდგომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ამ ადამიანს მოიხსენიებს როგორც განსხეულებულ სატანად. ეს არის ყველაზე დიდი მაგინებელი და რაღაც შეურაცხყოფელი რელიგიური თვალსაზრისით ცნება, როგორც ასეთი, რომლის იქით არაფერი ამაზე დიდი საშინელება და ცოდვა და შეურაცხყოფა პიროვნებისთვის განსაკუთრებული მართლმადიდებლის, ქრისტიანის და მით უმეტეს. მას ეს გუნდევი ამბობს ხო? გუნდი არა მარტო ეს. სატანის მაკუთრებელი განსხეულებული ესეც რა. ახლა ამაზე მეტი რა უნდა თქვა და ევქარისტიული კავშირი რელიგიური გაწყვეტილია იმ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და ეს ჩამოდის რუსები იქ მალულად არიან რაღაც ესეთნაირად არაჩდებიან და სინამდვილეში პოლიტიკას რაც გითხარით რეალ პოლიტიკას ამ შემთხვევაში ეს სპეცსამსახურები აკეთებდნენ დარწმუნებული ვარ და შემდგომ ამაში რა დამარწმუნა იცით ეს ბიძინა ივანიშვილი რო გააცნეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს მართლმადიდებლს ეს ახლა რა იყო ახლა მანდაც უნდა მიხვედრილიყავით ამკორებელი თვალი რომ რაღაც ცოტა სხვა ანუ იმასაც უთხრეს ესე როგორც ალიევს იმას პირველი პირი ესენი კი არ არიან ვიღაც აი ეს არის პირველი პირი და ეს ხდება პატრიარქის ცხედართან ეს არის რაღაც საშინელება რა ახლა მე მგონი ახლა ეს ჩუმად რო გაეკეთებინათ ან კიდე რაღაცას იტყოდი ხო მაგრამ როდესაც ცხედართან კეთდება ესეთი რაღაც და ხა ბიძინა ივანიშვილი ნეტარი ავგუსტინე და გრიგოლ ღვთისმეტყველი ნამდვილად არ არის და ძალიან ესეთი შეზღუდული წარმოდგენა აქვს ფილოსოფიას, თეოლოგიას და რელიგიასა და თვითონაც არც მალავს ამას და ამბობს ათეისტი ვარ. რაზე აქვს შეუზღუდავი წარმოდგენა? არა, ესე იმპერატორი გონია თავისთავად ბატონო ახში ახლა თქვენც ესე აგდებულად ნუ შეხედოთ. არა, ნუ ახლა ამ თვალსაზრისით გონია რომ მთელი სამყაროს ერთ-ერთი ჭიპი ეგ არის და ყოველ შემთხვევაში და რა ახლა რაც დაპირდა ამ ხალხს და რაც უნდოდა ძირითადად დღემდე მაგას აკეთებს. რა თქმა უნდა ქვეყნის დანგრევის, მისი სუვერენიტეტის, კულტურის და ამის შემოსვლის ფასად. არაფერი არ შეავსრულა. რა თქმა უნდა. არაფერი არ შეავსრულა. მაგას ბატონო ახში ახლა თქვენი გადმოსახედეთ და ნუ შეხედავთ. მაგისთვის სტრატეგია და იდეალი არის ფული. იგივე ახლა თუნდაც იმარო წააგო არჩევნები უნგრეთში რაგვარი იყო ორბანი ასე თუ ისე მე თქვენ მომწონს თუ არა რა თქმა უნდა ჩვენი მტერი იყო რა რამოსატონი ეგ იყო მაგრამ ორბანი პოლიტიკაა და მაგას ფული რისთვის შედებოდა რომ პოლიტიკა ეკეთებინა და არა პირიქით ამას კიდე პირიქით რა პოლიტიკა იმისთვის შედება ფული აკეთოს ანუ მისი ფსიქიკა მისი მენტალიტეტი არის დოლარებში ფულში საგანძურში და იშვიათ ნივთებში იმაში ჩაძირული ჩაკერული და სხვა პოლიტიკური იმისგან ეკაცე სიამოვნებას ვერ ღებულობს ეს დიდი განსხვავებაა ამაში და ამიტომ ჩვენ გააჩნია რა სტანდარტიდან უყურებთ ამ ყველაფერს. ეს ადამიანი ესეთია და ეს არის საშიში, როდესაც ესეთი ქვეყანა როგორც საქართველოს ის კი არ არის საშიში ის არის რომ ამას ამდენი მაქებარი ხავს. მაქებარი ყავს და მოუთმენეს კიდე და ამას რო უთმენენ კიდე ბატონობაში ესეც ახლა უთამოყარეობის მომენტია რა და ელემენტი ხომ მივედით იმამდე რა ეს 20 ხმა აიღო მაგი გარანტირებულად მოიგებს ეს დანარჩენი ფორმალობა არის რა მაგრამ ისინი ვალდებული არიან ვინც იქ მისცა ახაც მისცეს აუცილებლად მისცემენ მაგას ხმას და რატო გეტყვით რატო მისცემენ იმიტომ რომ ეს ესეთი სპეცოპერაცია ჩატარდა იმ დანარჩენებთან გაარკვიეს ურთიერთობა და რაც მე გული ყველაზე უფრო დამწყდა იმაში იყო რომ პატრიარქის იმაში როტიროდნენ მართლატიროდნენ რა ესენ ვინც ხმამისეს თუნდაც და ყველა ბევრი ტიროდა თუმცა სასოწარკვეთილი არავინ არ იყო ეს სხვადასხვა რამე
მაგრამ შენ თუ იქ ტირი ხარ, შენ თუ იმას ვერ ხედავ, რომ პატრიარქის ზარ ხოთხვა კაცო მე ამოწურე ჩემი ანუ ვერ გავაკეთე ანუ ნაკლული ვარო რა ეგეც ხოთხვა ყველაფერს ხო არ იტყოდა ხო შეუძლებელიც იყო მეც ვერ გააკეთე და ანუ დანარჩენებს უნდა გაეგზელებინათ ის გზა სადაც ეს კაცი შეჭერდა მემკვიდრეობის მომენტი უნდა ამოქმედებულიყო და კიდე მაგაც ქონდა ძალიან სერიოზული გამოსვლები და ეს როგორ შეიძლება ახლა უკრაინის მომენტების იგივე აქ ბართლომეის ყოველთვის დიდი პატივისცემი და ემით მოიხსენიებდა მას დიდი პატივისცემი და ამ ყველაფერს რეალიზაცია ჭირდება და შეუძლებელია ჩემი აზრით ნეტავ ვწდებოდი მაგრამ ეს ადამიანები ისევე იქ მივლენ და ისევე მისცემენ ხმას როგორც აქამდე მისცეს და იმიტომ რომ ეს იყო სპეცოპერაცია სერიოზული როგორც ასეთი და რატო კიდე ახლა რუსეთმა მოდი ახლა ამასაც ბალტიის ზღვაში ხო წააგო პირწმინდად მისი ყველაზე ახლობელი პარტნიორი ფინეთი რომელიც მოგეხსენება ჯერ სტალინის დროს ეომებოდა მაგრამ 10 წლის შემდეგ ყველაზე ახლო პარტნიორი იყო რუსებისათვის უზარმაზარი ფული და ფუნქცია ჰეკონენის ხელშეკრულება უგო კარელო კენკონეო დიდი შემდგომ გრძელდებოდა ბოლო მომენტამდე და ნეიტრალიტეტი ქონდა მყარად გამოცხადებული ამას ესე როგორც შვეცია ბოლოს როდესიო პეტრე პირველთან რო წააგო საზღვაო დაამთავრა იქ და სოციალურ სამართლიანობაზე გადავიდა მთლით. ახლა როგორც კი შეხედა რომ ეს არის ჩინგის ხანის ასე ვთქვათ გენის გაგრძელება დღევანდელი რუსეთი და მაგათი ლიდერი და მთელი ეს ფაქტიურად ამალა როგორც ასეთი და ფაქტიურად ოპოზიცია არ აყავს ამ ურდოს როგორც ასეთი თუ კესერი არ წაიტეხა და ამის შემდეგ რადგან მიიღო გადაწყვეტა ნატოში შევიდა ბალტიის ზღვა ფაქტიურად ნატოსი გახდა და პეტერბურგთანაც 5-10 კილომეტრში არის ნატოს გემები მიმდგარი რა. ახლა ეს აი ამ ხელა გეოპოლიტიკური კატასტროფა არის ზევით. ჩამოვიდა თქვენით ახლა სამხრეთით. მოლდოვეთში რა მოხდა ხო დაინახეთ. მიუხედავად იმ სანდუმ პირწმინდა დააშამათა და რუმინეთთან ევროკავშირთან კომბინაციასთან ხვალზე გახდება ასე ვთქვათ. ჩვენ ყველაზე ჩვენ ვიყავით, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი შემოიყვანეს, შემოაგორეს და სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს, სპეცოპერაცია ამ კაცის შემოსვლით დაიწყეს მაგათმა და ეს დანარჩენი გაფორმებებია უბრალოდ რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ. შემდგომ უკვე ქველვითაც მოდი იმას ჩავყვეთ რა რატო აკეთებენ რა. შემდგომ კიდე რა უნგრეთში ეს პირწმინდა წააგეს სომხეთში რომელიც 300 წელი მაგათი პარტნიორი იყო და ბიძინა ივანიშვილი ამბობდა რომ სომხეთს უნდა მიუბაძოთო ერთი 10 წელს ხო ამბობდა ღიად ნეტავ რომელ სომხეთს გულისმოდა დღევანდელს თუ მაშინდელს ერთი უნდა შევეკითხოთ ამის შემდეგ რა დარჩა რა სირიაში წააგეს პირწმინდა წააგეს საშენელი მარცხი განიცადეს და რა დარჩა ერთადერთი დასაყრდენი კავკასიაში დარჩა საქართველო დანარჩენი ყველგან კატასტროფული მარცხი განიცადეს ანუ ესენი ამას ყველანაირად მოეჭიდებიან ყველან ეს არის ერთ-ერთი უკანასკნელი ბასტიონი რა მაგათთვის რომ სალაპარაკოთ უნდათ რომ კონდეს რომ რაღაც ორი ეს რესპუბლიკა და პირდაპირ ეუნებია ბიძინას აღიარე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პირდაპირ ღიად ეს უბრალოდ ამას ვერ აფორმოს თორე ესე თავისი ბიზნესის და თავისი იმის შესანარჩუნებლად 1-2 მილიარდი რომ ისცენ აღიარებს გადა ეჭვი არ მეპარება რა უბრალოდ ახლა თქვენ რა თავიდან რა ვქნათ ჩვენ რა უნდა ვქნათ ბატონო ახში აქტიურობა თავისუფლებისათვის ყოველდღიური ბრძოლა სანდო ადამიანის გონიერი ადამიანების შემოკრება ერთმანეთთან მისასვლელი გზები კონცეპტუალური საკითხები ეს ადამიანები ვინც ახლა აფხაზეთის ჩატარებულ რეფერენდუმს რომელიც უზემეს ყოველდღიური მეორებდა უნდა უმეორო იმიტომ რომ ეს არის ეს პოლიტიკოსების 95%-მა სამწუხაროდ და არცათვლიან საჭიროდ რომ იცოდენ იმიტომ არის კარგად ჩვენი საქმე აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები სამხრეთ ოსეთის გაუქმებული ელცენისა და მის ზიად გამსახურდიას თავოსნობით აღიარება სოფლიო აღიარება იმ ფარგლებში სადაც სოფლიო გვაღიარა პირველი მრავალპარტიული არჩევნების ასე ვთქვათ შედეგები და 9 აპრილს დამოუკიდებელი ეს არის ქვაკუთხედი საიდანაც ლაპარაკი უნდა დავიწყოთ ნებისმიერი ადამიანი ვინც პოლიტიკაში და როგორც თქვენ ძანეთ რაღაცის გადაწყვეტა უნდათ და რაღაც ამბიციები აქვს და ხედვები აქვს ვალდებული არიან აი ამ ქვაკუთხედზე დაყრდნობით რა თქმა უნდა სხვა იდეებით განაყოფიერებით კეთილინებონ და ამ საკითხებზე უნდა შემოვიდნენ ქვეყნისგან გამოსვლის კონკრეტული ასე
თქვა ძალიან კონკრეტული. აქ მეცნიერთა კონგრესი ჯერ მარტო 5-6 წლის წინ ეს კონგრესიც არ იყო მაშინ შექმნილი სალომე ზურაბაშვილს შევთავაზეთ ულტრა თანამედროვე ხედვები, აი თუნდაც ეს წიგნი რო არის ბატონი გივის რესურსების ის დიდი ნაწილი, მაშინ მე 5 წლის წინანდელს 5 წლის წინანდელი ისინი მიუტანეთ, დაუდევით და პაატაკუღოშვილს მარადიული სოფელი რას ნიშნავს? ქვეყანა როგორ უნდა დაიწყოს? ქვეყნის დაცვის ორი ის არის, ერთი სამხედრო, მეორე კულტუროლოგიური. ანუ სოფელი გარემო და ის როგორ უნდა შექმნა, რომ ექსპანსიისგან და შემოტევისგან ყველანაირისგან თავი დაიცვა რა. ეს არის უნიკალურ დონეზე გაკეთებული ეს წიგნი გამოცემული და ჩვენ ყოველთვის თავაზობთ ამათ და რა თქმა უნდა საბანკო რეფორმები, რატო რა იწვევს ასე თქვათ აქედან წასვლას, როგორი უნდა იყოს აი ეს ბანკებთან ასე თქვათ ეს ურთიერთობები, ანუ კონკრეტული მეთოდოლოგიური და ყველანაირი ესეთი ის უნდა მოხდეს, როგორც დასავლეთ ევროპაში რო არის დაწევა რის ფასად რომ ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის და ეს არის კომპლექსური ამ იდეების გარეშე ლაპარაკი ზედმეტია რაღაცეებზე რა და კეთილი უნდა ინებოს ვისაც ოპოზიცია არის თუ ცენტრისტი არის თუ მემარჯვენეა თუ მემარცხნე ამ იდეის კომპლექსური საკითხების და პრობლემების მოგვარების ვარიანტები უნდა შემოგთავაზო და აქ უნდა მოუნახოთ ერთმანეთი და გუნდი აქ უნდა გაკეთდეს გინდა ჩრდილოვანი და გინდა რა თქმა უნდა კონსტიტუციური თქვენ რო თქვით აი მე ძირითადად გითხარით ეს თავარი რა ეს რაღაც ესეთი ვიშაპები ასე ვთქვათ რა რაც შეეხება იმათ კორუფციას და როგორ შეიძლება კორუფციას ებრძოლო თუ ერთპარტიული სისტემა არის ეს ახლა ხო სასაცილოა ახლა ეს თავისა ბიძინა ივანიშვილი რა თავისიანებს დაჯის იმის გამო რომ ეს დიდი ზედმეტად მოპარული ფული არ მოიტანა უკაცრავად ოფშიაკში რა მოდი ესე თქვა ანუ საერთო ყურლაბაში რომელიც კორუფციული იმის ნაყოფია და ბუდია რა შეიძლება ითქვას და იქიდან მე ანაწილებენ ამ ფულს და ასე ამას შედება კონტროლი ვის უნდა კონდეს ან სამოქალაქო საზოგადოებას უნდა კონდეს ან ოპოზიციას ის პირველი რესპუბლიკა რო იყო ბატონოალში მათ ისეთი მაკონტროლებელი ორი ისინი 3 წელი იარსება ხო არც კი მაკონტროლებელი ისინი მათ ოპოზიციას ჰქონდა დათმობილი ამიტომ შენ თუ გინდა რა იმ პირველში არა გასაგებია მაგრამ თუნდაც მაგათმა სერიოზულად შესაძლოა დაუშვეს მაგრამ თვითონ კონსტიტუცია მიიღეს და ის კონსტიტუცია არ უარყვეს და კაპიტულაცია არ გამოუცხადებიათ ამათ მე არ უკარგავ და ის რომ 26 მაისის საფუძველზე აღვადგინე ჩვენ დამოუკიდებლობა მაგათი დამსახურება ყველაფერს ნუ გადაუსვამთ ხას და ეს გააკეთეს მათ ჟორდანიას ხელისუფლებამ ოპოზიცია მიანდო მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი ორგანო. ახლაც ანალოგიური რაღაცა, ახლა გაცილებით მეტი უნდა გააკეთო იმის. შენ თუ საჯაროდ ლაპარაკობ, შენ თუ გამჭირვალედ ლაპარაკობ, შენ თუ ღიად ლაპარაკობ, შენ თუ ამბობ მე არაფერი დასამალი არ კეთილი ენები და მიუმხრებელ ნეიტრალიტეტ ადამიანებს, ან ოპოზიციის რაღაც მნიშვნელოვანი ჩასვი რა მიანიჭე ეს უფლება. არა, ყველაფერი ამათია, პოზიცია ამათია, ოპოზიცია, პარლამენტი, მთავრობა, ყველაფერი სულსი ისა საკონსტიტუციო სასამართლო. ახლა ყველაფერი როდეს უზურპირებულია და თან ესენი არიან ლუკაშენკოსგან გასხალხებული წარუმატებელი ადამიანები. იმას არც ვალი აქვს, სოციალური სამართლიანობა დაცული აქვს, როგორც ასეთი და ის პრობლემები არ აქვს ეკონომიკა გამართო შენარჩუნებული დიახ და არჩია და თან შეინარჩუნა ნედლეულის და ისინი რაც აწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიიღო ეს არის გარკვეულწილად თუმცა ახლა ლუკაშენკო თავის იმაში როგორი დიქტატორიც არის და რეებიც გააკეთა ესეც გასაგებია ამ მაგსაკეს ნუ შევეხებით ახლა რუსების ამოცანა რა თქმა უნდა რომ ეს ბოლომდე მეიყვანონ ეს საქმე რუსების ამოცანა ერთ-ერთი რომ ახალი თანამედროვე გეორგიევსკის ტრაქტატი უნდა დაგვიწერონ და გეორგიევსკის ტრაქტატი ოღონდ ცუდი ტრაქტატი კი არის ფაქტიურად სამხედრო ტრაქტატი იყო თანამშრომლობის და რეგიონში ასე ვთქვათ უსაფრთხოების და გარანტირებული პარტნიორობის შესახებ თუმცა ერთი ესეთი ლაფსუსი იყო მაგრამ რელიგიური მომენტზე რაღაც ის იყო და ფაქტიურად ზედამხედველობის უფლებამოსილება ჩაიწერა რუსეთის მხრიდან ჩვენ საეკლესიო სინოდში და შემდგომ ეს ხვრელი გაფართოვდა მე გაგვისვეს სინოდი და მე გაგვიუქმეს ასე ვთქვათ
თავისუფალია და ამით დაასრულეს ასე ვთქვათ ეს რელიგიური მომენტი მანდ უმნიშვნელოვანი იმიტომ რუსებმა ძალიან კარგად ეციან რომ რელიგიური ინსტიტუტის გარეშე მისი უზურპაციის დამორჩილების მართვის როგორც ასეთი გარეშე ამ ქვეყანას ესენი ვერ დაემორჩილებენ ახლა რა ხდება ამ მიმართულებით ეკლესიაში აი რელიგიური ზეგავლენის გაძლიერება ამ შიოს მოყვანით ხო რა თქმა ეს არის ბერკეტი როგორც ასეთი იმიტომ თქვენ რაც ფიქრობთ მე ვფიქრობ გველოდება ჩვენ ეს ახლა დამოკიდებულია კიდე ეს 39 ის როგორი ჩერესეთი წმინდა სინოდი არ არის ერთ პიროვნებაზე აგებული ასე ვთქვათ ინსტიტუტი ეს არის კრებსითი მომენტი სადაც კოლექტიური მომენტი არის დომენი ეს არის პირობითი ასე ვთქვათ მეთაური რომელსაც გადამწყვეტი ხმა კი არა ეგენი ყველანი სინოდიალიზმი ნიშნავს კრებსითი მომენტის ასე ვთქვათ განხორციელებას რელიგიური თვალსაზრისით და ეს უნდა დაიცვან მაგათი თავარი შეცდომა გითხათ კიდე რა იყო ბატონო ვახში არჩევნები არ ჩატარდა გარანტირებულად კი არა შეიძლება ითქვას რომ აი არჩევნები პოლიტიკაში რა არის ადამიანები რა შეეჯიბრებიან ერთმანეთს პოლიტიკურ შეხედულობაში ეკონომიკაში სისტემაში მარცხენების იმაში სასამართლოს გამართვაში წიაღისეულის სიმდიდრეების ასე ვთქვათ განკარგვაში მის მემარჯვენე თუ მემარცხენე და ასე ამაზე ძირითადი პოლიტიკა არის შეჯიბრი ასე ვთქვათ ამ 2 თუ 3 თუ 4 თუ 10 ზალას შორის იგივე რაღაცა უნდა მომხდარიყო და იგივე უნდა მოხდეს ეკლესიაში. ოღონდ ისინიც ანალოგიურად ანგარიშვალდებული არიან არა ერთმანეთთან მარტო, არამედ ხალხთან, წყემს მრევლთან, მრევლი თქვენ ახართ, მე ვარ და ის ხალხია, ვის მილიონამდე ადამიანი მილიონამდე ვის მივიდა ილია მეორეს ემიმაზე და სწორედ ისინი მე მაგათაც მივმართა ყოველ მაგათი მოსვენება არ ჩვენთაგანის ვერ იქნება ელემენტარულად თუ ჩვენ ეს გავატარეთ თუ ჩვენ გადავიქეთეთ მხოლოდ პანაშვიდების დაკრძალვის და რაღაც რელიგიური რიტუალის მძევლად თუ თუნდაც აღმასრულებლად ეს იქაური სამყარო რა თქმა უნდა არსებობს ბუნებრივია და ჩვენ ახლა მოკვდავები ვართ მაგრამ გარდა ამისა სიცოცხლე აგრძელდება და ცოცხალი ადამიანებისთვის არის ცოცხალი საკვები ასე ვთქვათ დასაპურებელი რა იესო ნაზარეველის სიტყვები გენიალური რაღაც არის მიეცეთ კეისისა და ღმერთს ღვთისა ანუ რას ამბობს ის სული მარადიულია და ღმერთს ეკუთვნის სხეული წარმავალია და კეისარის არის რა კეისარი ვინ არის ბიძინა ისა და ამდაგვარი ტიპები შეიძლება კარგი ბიძინა, ცუდი ბიძინა თუ ამდაგვარი და ამათ შორის არის ხიდი გარკვეულწილად, რომელიც ადამიანის ცივილიზაცია სახელმწიფო ვარდებულია ეს სპეციფიკური პრობლემა მოაგვაროს და დაარეგულიროს. ეს არის ამოცანა ნებისმიერი პიროვნების ცივილიზაციის და სახელმწიფოსი. ამაზე მეც სხვა ვერავინ ვერ იტყვის, რაც იესო ნაზარეველმა. ახლა აქ რა ხდებოდა, კი ხედავდით, თქვენ რა იცოდით, ვინ რას ამბობდა? ძალიან ცოტა, მე ვიცოდი მეუფე იუბის ასე პოზიციის იყო მონარქისტი, როგორც კონსტიტუციური მონარქიის აღმასავლებელი, პატრიარქის ახლობელია და ბუნებრივია პატრიარქის დიდა კიდევაც ბატონის რამდენჯერმე მოინდომა, თვითონ რამდენჯერმე მოინდომა კონსტიტუციური იმის გუნდის დაკეთებას კი ამდაგვარი რაღაცებიც იყო თუმცა წარუმატებელი ჯერჯერობით მაგრამ ეს ამ ადამიანის ის არის იმიტომ რომ ქართული ტრადიცია და დგას მეფის ინსტიტუტზე და კონსტიტუციურ მონარქ და ამ იდეას ქადაგებელი იყო რა თქმა უნდა ესეთი ოღონდ არარუსული რა შეიძლება ითქვას რომ ესეთი იმაში უხდებოდა მოღვაწეობა კომპლექსები ააშენა ისა და ამ თვალსაზრისით დიდი რაღაცა დადო ეს მეუფე გრიგოლი რო იყო ფოთის და ხელმძღვანელი საკმაოდ გონიერი განათლებული ესეთი ადამიანი რომელიც თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციასთან იმასთან ცდილობდა ამ კავშირის ასე ვთქვათ ამ ინსტიტუტების დაყენებას ეს იყო ეპიზოდები და მეუფეშიო კიდე რასაგებია ხო ახლა ზაგორში მიღებული ისა და მთელი რიგი მასზე გაკეთებული აქცენტები, ასე ვთქვათ, არის გეოპოლიტიკური რაღაც დიდი თამაში, როგორც ასეთი და განსაკუთრებით გარდუალი იქნება დარწმუნებული ვარ იმ ბართლომეოსთან და იმასთან, იმ საკმაოდ აღმოსავლეთ ევროპასთან, იმასთან რაღაც ან დისონანსი ან რაღაც ამდაგვარი რაღაცები, ყოველ შემთხვევაში ისე
ესე არ იქნება რომ ეს ჰარმონიზირებული და ეს ურთი ის პატრიარქზე როგორი დიდი სიტყვებით გააცილეთ მათ შორის თუ გახსოვთ ბულგარეთის რომ მე ყველაფერს უხდებდი ყურს ვინ როგორი იქცეოდა ესე იგი რა მინდა გითხრათ აი მე ესაიას აი ყველაზე საინტერესო მაინტერესებს ხო ჯო მეუფეთ აკურთხეს კაცი თანაც რა პირობებში ყველაზე პრობლემული რეგიონი კი აფხაზეთის მეუფედ თავისი თავი იკურთხა კი ილია მეორემ კი და ეს მაჩასამაჩაბლო ანდო ამ კაცს და თურმე ამ კაცს განათლებაში აქვს პრობლემა და ეს არის ხელოვნურად გამოგონილი ეს არის ხელოვნურად გამოგონილი ეცეთ როგორ ამ დროს ესა ყავს პრეზიდენტი ყავს რომელსაც საერთოდ არ აქვს განათლება ხო უფრო მეტი დედის გენების გამო აერჩია პრეზიდენტად ვიზინა ივანიშვილმა ამ თვალსაზრისით გამოარჩია იმიტომ რომ დაემცირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები ახლა სხვა მანდ არაფერი არ იყო რა და პრობლემას ვერ შეუქმნიდა ვერასოდეს თუნდაც იმის მიათაც რაც სალომემ შეუქმნა ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ რომ ამჯერად ეს მეუფე შიოც არის ბიძინას მიერ ხელგაცმული. რა ვიღაცის ბატონო ვახში ახლა ბართლომეუს რო გააცნობენ ცხედართან ახლა მათ ხო უნდა მივხვდარიყავით რომ მან დიდი თამაში იყო და ეს როგორც ხაზეინი ესე გააცნეს. ჩვენ 2 წუთი დაგჭირდა. კი ბატონო ხო და ამ მეუფე ესაიაზე მინდა რომ კიდე ესეთი თქვა ეს იყო კიდე სამაჩაბლოში თქვენ კარგად ათქვეს ორივე ომში სხვადასხვა ორივე დაჭრილები გამოყავდა იმათთან არ მიუტოვებია იმას საოცარი არ მიუტოვებია თავისი მრევლი ეკლესია და სამწყსო როგორც ასეთი და ბოლომდე დადგა იქა და გამოგონილი რაღაც იმებით რომ რაღაც ის არ ყო რაღაც ტექნიკური რაღაცა რა ეს არის რუსები რო იტყვიან ძალიან რაღაც ძიშოვი მის გამოგონილი საბაბი იმისთვის რომ დაებლოკათ ეს ადამიანი ყველაზე დიდი ადამიანი ვისაც მაგიმაში მე ვიცნობდი თავდადებული თავშეწირული როგორც მერაპოსტავამ შეჭირა საქართველოს თავი აი სამოქალაქო და პოლიტიკურ და სოციალურ სექტორში ისე მაგ ადამიანმა თავი გაწერა ფაქტიურად თავი ქონდა გაწერული და ყველაზე დიდი და ყველაზე უპრედა როგორი წერილი ისეთი წერილი დაწერა რა ხო რომ მე ახლა ვემორჩილები გადაწყვეტილებს თუმცა უსამართლოდ მივიჩნევო მე უფრო ნიკოლოზის პოზიციაც გაუცილებლად მინდა ძალიან კარგად მოიქცა როდესაც სწორი შეფასებები მისცა როგორც ასეთი და აი აქედან გამომდინარე ჩვენ გვეშველება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აი სერბებმა კაი რაღაც თქვენს ბატონო ვახში აი მაგ თქვენ იმას პასუხობს რომ მაშინდელმა ეკლესიამ სერბების თქვა რომ დაიმახსოვრეთ რომ გამოაცხადა ოფიციალ პატრიარქმა და შემდგომ სინოდმაც რომ ხმის ვოპარვა ისეთივე დანაშაულია ისეთივე ცოდვა როგორც მძიმე ცოდვებია ნუ სერბეთის ეპისკოპოსი რა ქვია საჭიროებელი ეკლესიის ნუ იცით ხო ტრამვაი დადიოდა და ტრამვაი გადაღებული სულ აქ იყო ჩამოსული და თვითონ იცვლიდა თავის რელიგიურს თავისით არ გაიკარა არავინ რა თავის მე გამოვიცულია ყველაფერს მე მიყვებოდა თვითმხილველი თან 86 თუ 7 წლის იყო მაშინ თბილისში რო ჩამოვიდა გარდაიცვალა და ძალიან დიდი კაცი იყო კოსოვოზე მაგას სასწაული ისენი აქვს და პოლიტიკაში ძალიან რა ფილოსოფია ღვთისმეტყველებაში იმაში ძალიან გასწავლული ბიზნეს ურჩიოთ რომ შეისწავლოს მესეშრომები და მე უფრო მაღალ სიმაღლეზეა ახლა ხო არის და აი ესეთი ვითარებაში ვარ ბატონო ვახში უნდა გამოთქვათ რწმენა რომ ეს ამით არაფერი არ თავდება ბევრი რაღაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომზე მან გადამწყვეტი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი შეიძლება ითქვას და მე ეს 39 კაცი როგორ შემოტრიალდება იქით და აქეთ და კიდევ სინედუალური მართლობა უნდა დაიცვან მათ რა ერთი კაცი აქ როგორც ასეთი ისე რომ თან 100 და 500 წელი ვერც ერთი იქ მყოფი ადამიანი ვილიამ მეორეს ვერც ტალანტით ვერც რესურსებით ვერც იმიჯით ვერც ვერაფრით ვერ გაუტოლდება და იმხელა იმას ვერ აიღებს თავის თავზე რაც მაღან აიღო ეს ეპოქა დამთავრდა ამიტომ ეს რუსებსაც იმის იმედი რო აქვს რომ თითქოს ერთ პიროვნებაზე გავაკეთებს სტალკას როგორც ასეთი და მაგას გეოპოლიტიკას და დიდ პოლიტიკას გავაკეთებინებ არ ამგონია ეს რო გამოუვიდა არ გამოუვა რუსეთს მე დარწმუნებული ვარ ამ იმაში აი ამ წმენით დავცილდეთ ერთმანეთს დიდი მადლობა ასე ვთქვათ რომ ესეთი პარტნიორობა
მეც თქვენ და თქვენს მე ერთობლივად და იდეას ვემსახურებთ ჩვენ გვინდა გამოსავალი ელემენტარულად გამოსავალი ნამდვილად არსებობს და ერთმანეთთან მისასვლელი გზა და იმ იდეალებისადმი სამსახური არის მსახურობა რომელიც და საბოლოოდ ვიტყვი რა აი ამ ქვეყანას გლობალურად ეშველება როდესაც მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდიას და პატრიარქის გზა გაერთიანდება მაღალ სიმაღლეზეა და ავა და ჰარმონიზირებული იქნება აი ამის შემდეგ ვეშველება გლობალურად დიდი მადლობა მაყურებელს რომ გვისმინა